გამარჯობათ, რიგით მესამე ვიდეო და კვლავ აგრძელებთ ტრეიდერების ჰაბიდან სასწავლო ვიდეოებს გეითთან ერთად, რომელიც ჩვენი ტრეიდერების ჰაბის გენერალური სპონსორი და პარტნიორია. მოგეთ, პირველი მეორე ვიდეო შეგიძლიათ რომ ნახოთ, რა თქმა უნდა, და გადახედოთ, როგორც ხედავთ, კვლავ ჩვენი დეკორაცია ამ მდგომარეობაში, მაგრამ ვიდებით ახალ განახლებებსაც და რა თქმა უნდა, ეს დეკორაციები მალე გათამაშდება და ამიტომ გთხოვთ რომ ჩვენი გვერდი გამოიწეროთ, კომენტარები დაგვიტოვოთ, იმიტომ რომ მაქსიმალურად გვინდა რომ ხარი დაგიჭიროთ და დაგეხმაროთ ყველა დეტალზე, თან მithდეს ქართულად თუ რა გაინტერესებს ჩვენგან, რომ ვიცოდეთ. მოგეთ, დღევანდელი ვიდეო შეეხება თანხის შეტანას ანგარიშზე, იმიტომ რომ კიდევ დამატებითი კომპლექსური ნაწილია, რაც შემთხვევაში ძალიან ბევრი შეცდომების შედეგად ვღებულობთ ხოლმე, რომ თანხები ეკარგებათ ახალ ბედა თუნდაც ინვესტორებს ან ტრეიდერებს. როგორც ხედავთ, პლატფორმაზე ჩვენ უკვე წინა ვიდეოებში გავიარეთ რეგისტრაცია, ვერიფიკაციის ნაწილი და ახლა დავიწყოთ თანხის შეტანის პროცედურა. დეპოზიტირება თანხის კი ხედავთ, რომ აქ არის გამოტანილი, დიპოზიტს ვაწვევით და გვინდა რომ პრინციპში ჩემი ანგარიშიდან უნდა გადმოვიტანო აქეთკენ სადაც $10-იო, განახოთ როგორ შეიძლება რომ თუნდაც მარტივად მოახერხო ეს პროცესი. ან მეგობარს გავუგზავნოთ გეითიდან გეიძე თანხა ნებისმიერ რაოდენობის. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხდება on-chain, ანუ blockchain-ის დახმარებით, ხო? ვაწვევით რომ თანხის შეტანა გვინდა და დავალოთ ახალ გვერდს. ხო, აი აქ მისაქცევია ყურადღება რომ გვინდა რომ შევიტანოთ USDT, რაც არის, რა ვთქვათ, ელექტრონული ვალუტა და არის ეგრეთ წოდებული სტაბილური მონეტა და ეს არ იცვლება, მუდმივად არის $1 ღირებულების და გვაქვს ასევე USDC და სხვა ვერსიები, მაგრამ მოდით რომ USDT-ს შევიტანთ, გადმოვიტანთ. აუცილებელია რომ მონიშნოთ network-ი, რაც არის სიხშირე ეგრეთ წოდებული, თუ რომელიც გსურთ რომ შეიტანოთ, ამ შემთხვევაში ავირჩევ BNB Smart Chains და მიაქციეთ თხოვთ ყურადღება რომ აქ მოცემული ეგრეთ წოდებული კოდი, რომელსაც თქვენ მეგობარს გავუგზავნით, ან უბრალოდ დაასკანერებთ, არ შეგეშალოთ რომ ეს კოდი აუცილებლად იყოს ზუსტი და სწორი, იმიტომ რომ აქ თუ 100 ან 1 რიცხვი მაინც იქნება არასწორი, ჩათვალოთ რომ თქვენი ფული უბრალოდ დაიკარგება და აღარ მივადესათან. კარგით, ჩემი ტელეფონით უბრალოდ შემდგომ ამას განახებთ, მოგვიანებით რომ უნდა დავასკანერო და თანხა გადმოვიტანო, ამიტომ მარტივი პრინციპით შემიძლია რომ ეს QR კოდი დავასკანერო და network-ი ავარჩიო აქაც BSC, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში გითხარით რომ ყველაზე ცუდი ამბავია რომ თანხა დაგეკარგებათ. თანხა შეგვაქვს და თანხის შემთხვევაში $10 ჩავწერე და მეუნება რომ მიიღებს ჩვენი მეგობრის ანგარიში $9.5, ანუ საკომისიო არის $9.5. ეს არის არა გეითის, არამედ ტრანზაქციის ფი, ამიტომ ჩავწერ ზუსტად რომ $10 მოვიდეს $10.5. მოგეთ, ვაწვევი გაგზავნას და მე მსგავს ვიდეოს კიდევ ცალკე შემოგთავაზებთ, რომ ეს გაგზავნის ვიდეო მიიღოთ და შემდგომ უკვე გავაგრძელოთ ჩვენი, ვთქვათ, გამოყენება ამ თანხის, როგორც არის ბაზარზე, რომ დავიწყოთ პირველი ინვესტიციები ან ტრეიდინგი. თანხა გაგზავნილია, ველოდებით რომ მივიღოთ უკვე ამ მისამართზე, შეგვიძლია გადავიდეთ ჩვენს თუნდაც აქტივებში, რომ შევხედოთ, ან თავარ გვერდზე ან უბრალოდ ასე გადავიდეთ და პროფილზეც რომ გადავიდეთ, უნდა სულ რამდენიმე წამი ჭირდება რომ თანხა აისახოს. კი ბატონო, $10.50 მოსულია, სხვადასხვის, როგორც ხედავთ, ზუსტად მოვიდა, უფრო მეტი მოვიდა, ესე ნიშნავს რომ ჩვენი ფი არც კი წაუღია chains, ამიტომ ზუსტად მოვიდა $10.50. დღევანდელი ვიდეო სწორედ შეეხება უკვე როგორც მარკეტზე ინვესტიციებს, ასევე ტრეიდინგს, მაგრამ მოდით ვიყოთ ეტაპობრივად თუ რა ხდება ზედა ეგრეთ წოდებულ ნაწილში, რომ გავარკვიოთ სად მისი გაკეთება შეგვიძლია. ხო, აქ გვაქვს რომ გამოვიკვლიოთ, გვაქვს საუბარი, გვაქვს P2P ვაჭრობა, gate card-ი, buy და sell, ღილაკი. ხედავთ რომ მათ შორის P2P მოვაჭრეებს მოგმართავთ, ვინც ვაჭრობთ P2P ანგარიშებზე, რომ gate-ზე დამატებულია ლარი. ანუ შეგვიძლიათ რომ ლარში შესთავაზოთ მომხმარებლებს, რომ დაიწყონ რეალურად თქვენი თანხების მიღება და ვაჭრობა ჩვეულებრივ როგორც ხდება ხოლმე P2P-ზე. ხო, გადავიდეთ მარკეტზე და ნახოთ როგორ გამოიყურება ინტერფეისი და როგორ არის ის გამოყენებული. აქ ხედავთ რომ GTS არის gate-ის ტოკენი და ამიტომ მისი ღირებულებაც საკმაოდ შთამბეჭდავია და იყენა ვთქვათ საკმაოდ კარგად გამოიყურება. შეგვიძლია რომ გადავიდეთ spot-ზე. Spot-ი ნიშნავს რომ ჩვენ რეალურად შევდივართ საინვესტიციო გვერდზე და არა სავაჭრო გვერდზე. არ შეგეშალოთ რომ თუ გახვალთ და გადახვალთ future-ზე, ნიშნავს რომ თქვენ იწყებთ რეალურად ტრეიდინგს და არა ინვესტიციებს.
Spot market-ზე შესულ შემთხვევაში ინტერფეისი ძალიან მარტივად გამოიყურება და აქ შეიძლება ბევრი რაც დამატებით სასწავლო მასალასავით ამოგივარდეთ, რომ მიაქციოთ ყურადღება. თუ დააკვირდებით აი აქ ვაჭრობის პერიოდში, აქედან შეგიძლიათ რომ ტრეიდიდან სპოტზე გადავხვიდეთ, იგივე მანევრი არის რომ რაც ძალიან გავაკეთე, მაგრამ კიდევ ერთხელ რა შეხედოთ, აი ასე გამოიყურება და აქ მოცემული გვაქვს მაგათაც სპოტი. სპოტი რაშია? სპოტი არის მიმდინარე ბაზარზე, როცა ბიტკოინი ამ ეტაპზე ღირს 116,458 დოლარი, აი ამ ფასში გვინდა რომ შევიძინოთ ჩვენ მაგათაც ბიტკოინი, ხო? გვაქვს ასევე ლიმიტი და მარკეტი. ლიმიტ ორდერი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავდებთ წინსწრებით გარიგებას, მაგალითად, როდესაც მიაღწევს მონეტა 117,000 დოლარს, მაშინ ვიყიდოთ. ან თუნდაც როცა მიაღწევს მონეტა 115 დოლარს, ან 100 დოლარს, მაშინ ვთქვათ ვიყიდოთ კონკრეტული მონეტა. ხო, ამ შემთხვევაში თუ მარკეტს დავაწვევით, დაინახავთ, რომ შეგვიძლია რომ აქ პირდაპირ დავაწვეთ buy-ს და უბრალოდ ჩვენი მოცულობები მოვნიშნოთ, თუ რა მოცულობები გვინდა რომ შევიდეთ, ანუ სრულად გვინდა თუ არა 10 დოლარი გავუხარჯოთ ამისთვის და ლიმიტის შემთხვევაში შეგვიძლია რომ მოვნიშნოთ, რომ მაგალითად მოდით ვიყიდოთ ბიტკოინი, როცა გახდება, რა ვიცი, 110,000 დოლარი და დავალოდებით აი ამ შეკვეთას, როცა ეს შეკვეთა აღსრულდება და გამოჩნდება. ხო, აქ გვაქვს ასევე sell-ღილაკი, ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა თქვენ გინდათ რომ გაკიდოთ კონკრეტული მონეტა, კვლავ რაოდენობას მივთითებთ, რომელი რაოდენობას გინდათ რომ გაკიდოთ, მაგრამ როგორც ხედავთ, რადგან ჯერ არ მაქვს ნაკიდი, ამიტომ რეალურად რაოდენობის შკალას ვერ ვუთითებ იმის გამო, რომ ჩვენ ამ ეტაპზე არც ერთ მათგანს არ ვფლობთ. აქ გვაქვს ასევე cross isolated, იმიტომ რომ ეს თუ ამ cross isolated-ზე გადავაწვევით, ესე იგი უკვე ჩვენ ვაჭრობის თემატიკაზე გადავდივართ. ამიტომ ჯერ შევეცდებით რომ ავხსნათ შემდგომ ვიდეოში თუ რა არის რა სხვაობა ვაჭრობასა და ინვესტიციებს შორის, იმიტომ რომ ეს ასევე ხშირად დაშვებული შეცდომის ნაწილია ხოლმე კრიპტო სამყაროში და ზოგადად სავაჭრო და ფინანსურ სამყაროში. თუ ასეთი ტიპის ვიდეოები გაინტერესებთ, ხოთ რომ აუცილებლად გამოიწეროთ ჩვენი არხი, გამოგვეთ ყველა სოციალებში და რაც თავარია არ დაგავიწყეთ ძალიან ბევრი კომენტარი რომ მაქსიმალურად გვერდში დაგიდგეთ. გამოიყენეთ ჩვენი რეფერალური ლინკი რეგისტრაციისთვის და ძალიან ბევრ ჯილდოს მიიღებთ ჩვენი დახმარებით. მადლობა მომავალ შეხვედრამდე.